სწორედ ღვთისმშობელი წარმოშთა იმ პიროვნებად, იმ წმინდანად, რომელმაც ყველაზე მეტ სიწმინდეს მიაღწია, მისი სიწმინდიდან გამომდინარე გახდა ღვთის დედა და მას შეუძლია მთელი სამყაროს გადარჩენა, რა თქმა უნდა, მის ლოცვას, მის მეოხებას, მხოლოდ და მხოლოდ ღვთისმშობელთან მიმართებაში ვიყენებ ჩვენ ამგვარ მიმართებას, ვაცხოვნენ ჩვენ. ეხლა წმინდანს ეტყვი, რომ მიშვამდგომლე მე ქრისტეს წინაშე, ხოლო ღვთისმშობელს შეგვიძლია პირდაპირ ესე მიმართოთ, ვაცხოვნენ ჩვენ, რადგანაც წმინდა წერილი სახარება არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ღვთისმშობლის ლოცვა, მისი ან სურვილი ყოველთვის საქმედ იქცეოდა და საქმედ იქცევა. ამიტომ შევებედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ვიაროთ ორგზაზე, არ დავემონოთ სოდვას, რომ ჩვენი გონება და ჩვენი გული ყოველთვის ანთებული იყოს საღვთო მადლით და რომ აი მიწიერი ცხოვრების დასრულების შემდეგ ცხოვრება გავაგრძელოთ ქრისტესთან, რომლის დაუცადებელი სურვილიც ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.